მოგესალმებით. Ვიწყებთ ეთერს და იქიდან გამომდინარე, რომ ნელ-ნელა ჩვენი სამუშაო პერიოდი უახლოვდება დასასრულს და გვინდა მაქსიმალურად კარგად გამოვიყვანოთ ჩვენი დასვენების პერიოდი და პრინციპში აგვისტოა ის პერიოდი, როდესაც ყველას უხერხდება დასვენება და ეს იქნება საზღვაო კურორტზე თუ სხვადასხვა სოფელში თუ იქ სადაც შესაძლებელია, გვინდა ყველას თვის გავცეთ რეკომენდაციები იმისათვის, რომ ეს დასვენება იყოს უსაფრთხო, ჯანმრთელი და კარგი. შესაბამისად, იმ სამ პრობლემაზე გავამახვილეთ ყურადღება, რომელიც ვფიქრობ ყველაზე ხშირია და ყველაზე დამაზარალებელია, ასე ვთქვათ, ეს გახლავთ სურსათის უვნებლობა, ეს გახლავთ ის ინფექციები, რომლებიც ძვინვარებენ ხოლმე ზაფხულის ცხელ პერიოდში და ეს გახლავთ უსაფრთხოება წყალსაცავებთან ზღვის ზოლზე და არა მარტო ბუნებრივია. შესაბამისად, ასეთ თემებზე ვისაუბროთ გადაცემის ამ ნაწილში და პრინციპში შეგვიძლია დავიწყოთ სურსათზე საუბრით, იმიტომ რომ ყველაზე ხშირად გავდივართ ხოლმე პირველ რიგში, ასე ვთქვათ, ამას მიმართოთ ხოლმე ან გზაზე ვყიდულობთ რაღაცას, ან მიგვაგზავნეს ყველაფერი და იმისათვის რომ უსაფრთხო იყოს და მალფუჭებია ხოლმე სხვათა შორის. ხო, გააჩნია ალბათ სად ეყიდი ახლა მე მაგალითად ცოტა ვერიდები ხოლმე, როდესაც პირდაპირ სადაც მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი, როგორც ვთქვათ, სახლთან ახლოს ყველასთვის არის ხელმისაწვდომი, აუცილებელი არ არის ბაზარში წასვლა, ხო, სახლთან ახლოს იყიდება ძალიან ბევრი პროდუქტი. რამდენად უსაფრთხო არის ეს პროდუქტები და როგორ პირობებში უნდა იყოს შენახული იმისათვის, რომ ჩვენს უსაფრთხოდ გავაგრძელოთ არსებობა, ამისათვის გვინდა ვკითხოთ ბატონ ვასილ ბასილაძეს, რომელიც გახლავთ სურსათის ეროვნული საკენტროს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსი. მოგზავნით ბატონ. აგერ დაბრძანდით ჩემს გვერდზე. გამარჯობა. დიდი მადლობა მოგზავნებისათვის, დაბრძანდით. მადლობა თქვენ. ძალიან სასიამოვნო გარემო გაქვთ. უსაფრთხო გარემო გვაქვს. უსაფრთხო გვინდა რომ იყოს ყველაფერი ჩვენს ცირკული. ძალიან ხშირად ქონია. შენახვის ნორმებით დაცულია ჩვენში ყველაფერი. ხო და შენახვის ნორმებით რახან დაიწყო ლიკა. მოდით შენახვის ნორმებზე ვისაუბროთ. მალფუჭებადი პროდუქტების შემთხვევაშიც ალბათ რძის ნაწარმით, შესაბამისად ხორცეულიც და მსგავსი და ასევე ბოსტნეულიც, რომლებიც ძალიან ესე ვთქვათ, ასევე ღიად დევს, ხო, პრინციპში. რას გულისხმობს ლიკა შენ, რომელსაც გზაში ვყიდულობ თუ რომ გვაქვს თან? მე ზოგადად ყველანაირ პროდუქტს გულისხმობ, რომელსაც ხელი მიგვიჭდება. და განსაკუთრებით ნაყინები, რომლებიც ახლა ძალიან აქტუალურია. თქვენ საუბარს უსმენდი, სწორად აღნიშნეთ, არ შეიძლება სურსათის ისეთ ადგილებში შეძენა, სადაც დარღვეულია მისი გაყიდვის ნორმები და წესები. შემთხვევაში არც ვიცით რას ნიშნავს დარღვეული. აქედან დავიწყოთ, აი რა არის ნორმა, ჩვენ მომხმარებლებს რით გავარჩიეთ დარღვეული არის თუ არა ის კონკრეტული წერტილი. რაც შეეხება მაღალი რისკის სურსათს, რომელიც არის ხორცი, ხორცს პროდუქტები და რძის ნაწარმი, რა თქმა უნდა იყოს განთავსებული სამაცივრე განყოფილებაში და იქიდან უნდა ხდებოდეს მისი რეალიზაცია. ამ სამაცივრე განყოფილებაზე უნდა იყოს განთავსებული კითხვადი ეტიკეტი, რომელზეც არის დატანილი მთელი ის ინფორმაცია, რაც ამ სურსათის წარმომავლობას ხსნის. ამ შემთხვევაში გულისხმობთ შენახვის პირობებს, ანუ ტემპერატურას, ვარგისიანობის ვადას და წარმომავლობას, ანუ მიკვლევადობისთვის თუ საიდან მოდის ეს სურსათი. ანუ წარმომავლობაში რა კომპანია აწარმოებს თუ ნედლეული საიდან მოიპოვება ეს როგორ? კომპანიამ წარმოებელი გვაინტერესებს ამ შემთხვევაში. ხო, ვადას ყველა უყურებს, თუმცა შენახვის ტემპერატურას არ ვიცი. ამ ყველა უყურებს და არა სხვათა შორის რა. თუმცა ღია მაცივრები რამდენად იცავს იმ პირობას, რაც ჭირდება რძის ნაწარმს და სხვა პროდუქტს. გააჩნია სამაცივრე განყოფილებას, ანუ შეიძლება ეს ნახევრად ღია სამაცივრე მოწყობილობა ისეთი ტიპის იყოს, რომ ის აკმაყოფილებდეს ამის სურსათის შენახვის პირობებს. ეს უკვე თვითონ დანადგარის მოწყობიდან არის გამომდინარე. თუმცა ისიც შესაძლებელია და ასეც უბრალოდ უნდა იყოს იმისთვის განკუთვნილი. თქვენ ასევე ბოსტნეული აღნიშნეთ და ხილი, რაც ზაფხულის პერიოდში მეტად მოხმარებადი სურსათი არის ასევე. აქ საქმე გვაქვს ჩვენ ნიტრატებთან. ნიტრატები არის აზოვჟავას მარილები, რომელიც ბუნებაში თავისუფლ არსებობს და მცენარეებში რაღაცა დოზით უნდა იყოს აუცილებელი ბუნებრივად, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ უნდა იყოს ზღვარი დარღვეული და ჭარბი რაოდენობით. აი როგორ უნდა არის რაღაც ნიშნები, რითიც შეიძლება ვიცნოთ, რომ აი თქვა ზღვარ დარღვეული პროდუქტია.
ნიშნებს, რაც შეეხება ამ მიმართულებით, სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად მუშაობს. ჩვენ ბოლოს 3 წლის განმავლობაში 800-მდე 800 ცოტა მეტი ნიმუში გვაქვს აღებული. როგორც ხილში, ბოსნეულში, ასევე სასმელწყალში. დარღვევა მხოლოდ 2 შემთხვევაში გამოვლინდა, ეს იყო ერთი შემთხვევა იყო საზამთრო, მეორე სალათის ფურცელი 2015 წელს. რაც შემდეგ ჩატარებულა ეს. კი, რა თქმა უნდა, ანუ ეს 800 სინჯი არის ბოლოს 3 წლის მაჩვენებელი. რაც იმას ნიშნავს, რომ რეალურად იმდენად მცირეა პროცენტულობა ამ დარღვევების, ანუ 800-დან 2 ეს ძალიან დაბალი სტატისტიკა. რა გარემოში შეამოწმეთ ეს რა დაწესებულება გარემოს რაც დახურული მარკეტი თუ ღია ბაზარი? საქართველოს მთელი მასშტაბით ხდება ამ ნიმუშების აღება, მათ შორის აგრარული ბაზრებიდანაც. და ნიმუშის აღება ხდება სრული წესების დაცვით და მოწმდება ის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში. ანუ ნიმუშის აღებიდან მისი ტრანსპორტირება ლაბორატორიაში მიტანა ეს სრული გზა დაცული არის და შესაბამისად ხორციელდება. იდენტურად უსაფრთხო იყო დახურული მარკეტის და ღია აგრარული ბაზარი. 800 ნიმუშიდან მხოლოდ 2 შემთხვევაში ამოვიდა დარღვევა. კიდევ ვიცით რა მაინტერესებს, აი ჩვენ ყველამ ვიცით, ჩვენ სირგლივ ყველა უბანში არის აი ესეთი რაღაცა ავტოფარეხის ტიპის მაღაზიები, აი ავტოფარეხში რო აქვს მოწყობილი, ბოსნეულის იყიდება, ხო, სურსათი იყიდება, ყველი და ანუ ხორცი, ყველი 1000 რაღაცა და აი იქ თუ აკონტროლებს ვინმე, როგორ ინახავენ ამ ყველაფერს, თუ არის სტანდარტები დაცული, რაც ეჩვენება რა გარდა კიდე ამდენი გამოვლენილი ავტომობილის დატოვებული გამონაბოლქვი რამდენად აისახება და თუ არის ამერად ხალხის ავტოფარეხებში რაც შეეხება ავტოფარეხებს. სურსათის ეროვნული სააგენტო აკონტროლებს ყველა რეგისტრირებულ ბიზნეს ოპერატორს. ჩვენ მივდივართ ვახორციელებთ როგორც გეგმიურ, ასევე არაგეგმიურ ინსპექტირებას, ასევე დოკუმენტურ შემოწმებას ნიმუშების აღებაზე უკვე ვისაუბრეთ. ასევე მეტად მნიშვნელოვანი არის, აი მაგალითად საზამთრო შემთხვევაში ძალიან ისეთი მეტად მოხმარებადი და ისეთი აქტიური სურსათი არის. თქვენ ალბათ შეგიმჩნევთ ყიდვის დროს ბევრი მოხმარებელი აჭრევინებს, უნდა რომ ჩაიხედოს როგორი ფერის არის, რა კონსისტენციის, ასე შემდეგ. ეს ყოველად მიუღებელი არის, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ხილი აუცილებლად უნდა გაირეცხოს. და გარეცხვის შემდეგ ის არის უსაფრთხო, რომ გაიჭრას და აქიდან, ანუ გაჭრის შემდეგ მივირთვათ ის. ვიზუალურად განსხვავდება ძალიან გადამეტებული ნიტრატებიანი ბოსტნეული და ხილი და არა. ვიზუალურად ვერ განსხვავდება. ანუ ყველა ლამაზია, ახლა როგორი ლამაზების არიან. ისე მე როგორი შთაბეჭდილება რჩება, მე მგონი მეჭიანები მომწონს, უფრო მგონია რომ სადაც ჭია მიდის იქ არ არის ბევრი ნიტრატი. მართალი ასე თქვეს, მაგრამ მე როგორი შთაბეჭდილება რჩება, ალბათ მაინც ზოგადი რეკომენდაცია არის იმის გამო, რომ ადამიანები ვერ მიხვდებიან ამ ყველაფერს, უფრო ვთქვათ, ისეთ ობიექტებზე იყოს შესვედული, რომელიც სახელმწიფო კონტროლს მეტნაკლებად ექვემდებარება, ხო? ანუ ყველა შემთხვევაში როდესაც გადიხარ, მაინც ჯობია ვთქვათ რაღაც ავტოფარეხში კი არა, უფრო ნუ სუპერმარკეტში იყიდო, ცოტა უფრო შესაძლებელია მეტი გადაიხადო, მაგრამ ალბათ შეიძლება არც გადაიხადო, ცოტა მეტი გაიარო და ასე. ხო, მართალი ბრძანდებით. ასევე ჩვენ სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად მუშაობს ფერმერებთან, იმ ფერმერებთან, რომლებიც არიან ამ მიმართულებით დაკავებული მემცენარეობით, ჩვენ მათ ხშირად utარებთ კონსულტაციებს, ტრეინინგებს, ინფორმაციას ვაწვდით, ასევე რეგიონებში არის კერძო ფერმერთა მომსახურების ცენტრები, სადაც სასოფლო-სამეურნეო მოხმარების შხამები, ქიმიკატები, პესტიციდები იყიდება, სასუქები, მათ საკონსულტაციო მომსახურება აქვთ ადგილზე და ფერმერი, როდესაც შედის ამა თუ იმ პრეპარატის შესაძენად, ისინი თვითონ უწევენ ფერმერებს კონსულტაციას. ასევე ბატონო ვასილი, დიდრე გააგრძელებდით, ახლა მოგვიახლოვდა სარეკლამო ჭრა, ჩვენ გველოდება ინფექციონისტი, ასევე გველოდება სამსახურის წარმომადგენელიც ამ თემაზე ასაუბროთ და გავიგოთ ფორმა და კარგული ნაყინი. უნდა ვიყიდოთ თუ არა, ანუ გამოვა ისევ გაყინული. რეკლამის შემდეგ დაბრუნდებით.